ჩვენთან სტუმრად გახლავთ ჩოხატაურიდან ქალბატონი ფატი, რომელმაც ძალიან საინტერესო ისტორია მოგვიტანა. ქალბატონმა ფატი სიკვდილს ჩახედა თვალებში და უნდა მომიყვეთ. მოუყვეთ მაყურებელს, რა მოხდა? შუა დღის პირი იყო 11 საათი და ბოსტანში ვიყავი. ქევიარი იქინა ყოველთვის დავდიოდი იმ ადგილას, მაგრამ ქევიარი გულმა მითხრა, ახლა შენ გადავარდები. არ წახვიდე მაგ. წინასწარ. უი? წინა ძნობა მაქვს ისეთი, რომ მე რა ვიცი. ხო და ადუჯერი. ქევიარი პაწე და არ მახსოვს რაფერ გადავარდი. იგიც არ მახსოვს, სად ჩავარდი 9 მეტრიან ხრამში. ხო და მე 100-ზე რომ მევედი, რამდენ ხანს მევედი, არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი, არც ვიცი. მე რა მოხდა რომ ჩავარდი? ჩავარდი და რო მევედი 100-ზე დავიწყე კივილი. მიშვილეთ, აქეთ მთაია და ეკლესია. აქეთ მოსახლე, მაგრამ კაცი შვილი, ტყილა რომ მოგტარიყავ ვერ გეიგებ. კივილი უმერთე გაომერცხა ფერწვერა ადამიანი, კაცი. უფალი, ესე უფალი. მადლობა უფალს. მერე? ხო და ესე იგი აქამდე რა გინდა შენო? ადექი ახლა ჩქარა წაისახში და იმ 9 მეტრიან ხრამიდან ამევედი. წევედი სახში. მარტო ამოხვე. ჩემი ფეხით, მარტო. არაფერი მოტეხილი არ ქონდა? არა, მარტო თავი მქონდა დანარტყამი ალბათ. ტვინის შერყევა მქონდა ძალიან ძლიერი. ერთი თვე სამანტყოფოში ვიცექი. რამდენი წლის ბრძანდები? 75 წლის შევასრულე იმ დღეს როდებინტველი. დაბადების დღეზე? კი ბატონო. დედა რა მითხარით ეს? მოდი ახლა ის მითხარით ჩემი ნახვა რატო გინდოდათ? რა ვიცი, მაი კაიხანია ფიქრობდი მიყვარხარ ნამეტარი. მერთმა ჯანმრთელობა და კარგად მე რო დაგვოცავ, ესე იგი არ დაიხევს ილოცვა უკან. ჯერა, იმიტომ რომ ამ ხელა გზაზე რო ჩამოხვედით, თან აი ესეთი მდგომარეობის შემდეგ სახლიდან არ გამოსულ ხართ, ძალიან დიდი მადლობა მინდა. თქვენ მადლობა. დაგიბრუნდებით.